რატომაც წავაგეთ ბრძანაში უნდა იყოს იმის მიზეზიც, თუ რატომ ვერ დავიცავით თავი რუსებისგან 1801 წელს. ეს რომ გაცილებით იოლი იყო ვიდრე თურქებისა და სპარსების მოგერიება. ან თუნდაც რომელი ბრძოლის წაგებაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა ერეკლეს სულ 4000 კაცით დაუხვდა დავეშებულ სპარსს. რა თქმა უნდა წავაგებდით. მუდამ ასპინძელერი იქნება. ყოველ ბრძოლაში გმირი ვერ გახდები. ყოველ ჯერზე ვერ დადგები საომარი ხელოვნების უმაღლეს მწვერვალზე. ყოველთვის ვერ ჩაიდენ გაუგონორს და ვერ მოიხელთებ მოუხელთებელს. იმის შეშეთ რომ რუსეთს ერთ მორწმუნეს უარი არ ეთქვა ჩვენთვის ხელის გამოწვდომაზე, მე-18 საუკუნის ბოლოს თითქმის ყველაფერზე თანახმა ვიყავით, როგორც ხმანი მივედით მათთან და ამიტომაც დაგვტოვეს ყმებად. იგივეა დღეს ჩვენთან მოსულ დასავლეთთან დამოკიდებულებაც, უარეს. მათ წინაშე პირაქულ მონებად ვდგავართ, რაც გინდათ, როგორც გინდათ. ოღონდ დაგიბრუნეთ და დაიცავთ ჩვენი ქვეყნის რუსეთისგან ხალხობილი მთლიანობა. მათ ხოვრობა ვისწავლეთ, ბეჭდზე ხელს ვიტყაბუნებენ, კარგად რომ შევითვისეთ თხოვნა და თავის მოსაწყლება. და მოკიდებულება არა მარტო რუსეთისგან, არამედ ყველასგან. პატრონის ცვლით, მისი ვარცხნილობისა თუ ჩაცმულობის მიხედვით, უპატრონო ხდებით, რადგან ვრჩებით საკუთარი თავის ნამდვილი პატრონის გარეშე. ბევრჯერ კიდევ ისე წარმოუდგენია, თითქოს ვედგამსახურდეს მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა მიმართული იყოს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. მიზანი თითქოს დაუმი იყო მასთან. სააკაშვილის მეშვეობით უნდა შექმნილიყო ომის მანქანა დასავლური ფირმის ნიშნით და ამისთვისაც დასჭირდათ გამსახურდეს მომხრეები. მათი გადაპირება რუსეთთან მაშინდელი საქართველოს დამოუკიდებლობის გაყალბებით. მთავრისა და არა მთავრის მიზეზისა და შედეგის შენაცვლებით. საქართველოს იმისთვის ჰქონდა წინააღმდეგობა საბჭოთა რუსეთთან, რომ დამოუკიდებელი ყოფილიყო და არა პირიქით. დამოუკიდებელი ყოფილიყო იმისთვის, რათა დაპირისპირებოდა მას. ახლა აფხაზეთისა და შიდა ქართლის საშუალებით უნდათ ქართულები დაარაზმონ რუსეთთან სამტროდ. არა და უცენ სწორედ მათ იყენებდნენ იგივენი ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ჯერ კიდევ 80-იან წლებში დასავლეთ საბჭოთა კავშირის მოლაპარაკებებისას საქართველოს ხომ უპირობოდ გაეწირა გორბაჩოვის შეუმგარი საბჭოთა შტატებისა თუ შემდგომში ელცინის დსთ-ისთვის. ჩვენ ამის მდგომარეობაში ვართ რუსეთთან, რადგან ამერიკა და რუსეთი ისევ ებრძვიან ერთმანეთს. ჩვენ კი ამერიკის ყურმოჩრდილყმა ქვეყანა ვართ. ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის ისევ ომია. მართალია ისევ ცივი, თუმცა ისეთი აქამდე რომ არ ყოფილა. ეს ომი იმდენად ცივია, უკვე ყინულივით წვავს და აზრობს. მით უმეტეს რომ ცხელი ომის შესაძლებლობების მოისინჯა საქართველოში, სირიასა და უკრაინაში. ამიტომ აფხაზეთისა და შიდა ქართლის საკითხი ვერ გადაწყდება იურიდიული თუ ისტორიული სამართლიანობის საფუძველზე. ჩემი ადამიანი ბრუნე პასუხობენ ომში ვართ, მოიგე და წაიღე. საბჭოთა კავშირის რუსეთისთვის რომ ვერ გამოგვეგლიჯა დამოუკიდებლობა და შემდეგ მოპოვებული დაეთმობინებინათ. გამოიყენოს ჯერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, შიდა ქართლი და მერე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, აფხაზეთი. ერთის და მეორეს დასავლეთის თანხმობით მოხდა. მან მხარი დაუჭირა არა რესპუბლიკების გასვლას კავშირიდან, არამედ მათ ერთ სახელმწიფოში დარჩენას. და არა მარტო მხარი დაუჭირა, ურჩები მოიწულა და ადგილობრივი წარმოების ცივი, უსიტყვო და ფერმიდან ჩამოტანილი ცხელი სიტყვიერი იარაღი დაიძულა კიდეც. ერთად შეყუჟულიყვნენ დსთ-ის სივრცეში. 1991 წლის აგვისტოს გეკაჩეფის ჩავარდნისა და იმავე წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის გაუქმების შემდეგ, როდესაც პირველად გაჩნდა არნახულად ხელსაყრელი დრო რესპუბლიკათა დამოუკიდებლობისათვის. 2003 წელს გაეროსთან არსებულმა საერთაშორისო სასამართლომ დააკანონა შემდეგი. რეგიონებში რეფერენდუმის ან არჩევნების ჩატარებისთვის არ არის აუცილებელი ცენტრის ნებართვა. 2005 წლის ბოლოს დასავლეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კოსოვოს დამოუკიდებლობის შესახებ ძალით ერთიანი ქოლგის ქვეშ, თუ სერბეთი არ დახვევა მათ ნებას. ამგვარი პოეტური მზრუნველობით და ფერადი სახით წარმოგვიდგენენ ძალმობრეობას დასავლეთი და ილარიონოვი 2000-იანი წლების დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი და ახალი დასავლური საქართველოს მოდელის მთავარი პროპაგანდისტი ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში. ავტონომიური რესპუბლიკის დამოუკიდებელ ქვეყანად აღიარების მაგალითი მოგვცეს დასავლეთის ქვეყნებმა. როგორ უნდა გაკეთდეს ეს ძალით, ისიც მათ დაგვანახეს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას რუსეთის მხრიდან არათუ პირდაპირ კავშირი აქვს კოსოვოსთან, არამედ უშუალოდ ამოსურთელია იქაური ნიადაგიდან.
აფხაზეთში და ქართლის საკითხზე არა მარტო უნდა დაველაპარაკოთ რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ მან აკრძალა ამაზე საუბარი. არამედ მხოლოდ მასთან ერთად უნდა მოვაგვაროთ ეს უმნიშვნელოვანესი საქმე. ოღონდ მას შემდეგ, რაც უარს ვიტყვით დასავლეთის ყნობასა და მის ხელში იარაღად ყოფნაზე. თვითმყოფადობის გზაზე დამდგარმა რუსეთმა ხომ ამ მიზეზით ცნო ჩვენი მიწები დამოუკიდებელ ქვეყნებად, რისიც წინაპირობაც 90-იანი წლების დასაწყისში ჩაისახა თვითმყოფადობის გზაზე დამდგარ საქართველოსა და დასავლეთის ყმად და იარაღად გადაქცეულ რუსეთს შორის წინააღმდეგობების დროს. საქართველო და რუსეთი ერთმანეთს 2 საუკუნეზე მეტი არ დალაპარაკებიან თავიანთი ეროვნული მთავრობების მეშვეობით. რუსებს უკვე ჰყავთ ასეთი მთავრობა, ჯერი ჩვენზე. და აღნიშნული საკითხი იმისთვისაც დგას ასე მწვავედ, რომ ჩვენც გვყავდეს. მე ვილაპარაკებთ, ბევრს და ბევრ ამაზე ვილაპარაკებთ, თუ ვივარგეთ და ივარგეს. და არა მარტო, მე ბრძოლად შეიძლება ერთად. პოლიტიკურად თუ არაპოლიტიკურად, რაც რუსეთის იმპერიამ და მის საფუძველზე აშენებულმა საბჭოთა კავშირმა შექმნეს მე-19 საუკუნეებში, ის ჩვენ ყველას გვეკუთვნის. არა საქართველოსთვის ბუნებრივი, არამედ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად წარმართულ ომებში თურქეთს სპარსეთ კავკასიის წინააღმდეგ. ასევე ყირიმის ომში ინგლისს, საფრანგეთ, თურქეთის პირისპირ საქართველოს უკვე 2 გუბერნიად ქცეული მონაწილეობდა ძალების დაუზოგავად ყველა ხაზზე და ყოველ მხრივ. ძალებს არატომ დავზოგავდით, ან მინდა გვაზოგინებდეთ. მე-20 საუკუნეში პირველი მსოფლიო ომი, 100,000 დაღუპული ქართველი და შემდეგ საბჭოთა კავშირი, ომი, 350,000 დახოცილი, целობრივად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საბჭოთა კავშირში და აღმშენებლობა, მეცნიერება და ხელოვნება, სპორტი და კარტობადასვენება. ჩვენ ბევრი რამ განსაკუთრებული გვქონდა და ასე ვაძლიერებდით უზარმაზარ ქვეყანას. ჩვენს целად რა თქმა უნდა. რუსეთმა უნდა გაგვიყვოს ერთად მოპოვებული თავისუფლება. არ არსებობს ისეთი სხვა ჩვენიანი რომ გახდება ჩვენთვის. ჩვენ არ ვიცით რა არის მოკავშირე სახელმწიფოებრივ დონეზე. თუ იყო ასეთი, სუსტი და დროებით. იქაც ძირითადად ჩვენ ვიყავით მთავარი ძალა და ამიტომ გქონდა აზრი მოკავშირეობას. რუსეთთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრების ავკარგიანობა, სულიერი და სისხლისმიერი კავშირები, ახლომდგომი ღირებულებები და ბოლო ეპოქების ერთნაირი განსაცდელი გვაძლევს დიდ შესაძლებლობას ვიყოთ ნამდვილი მოკავშირეები. მხოლოდ ურთიერთპატივისცემისა და სამართლიანობის საფუძველზე, პირად ურთიერთობებში სიყვარულის თანხლებითაც. სხვაგვარად ალბათ არაფერი არ გამოვა. ჩვენ დიდი მოსალოდნელობით დავიშლივით. სულ ერთია ვისგან, მისგან თუ სხვისგან. უჩვენოთ კი რუსეთს მოერღოვა ზღუდა. არ არის გამორიცხული რომ მის აქელევსის ქუსლთან. ვინც კი რუსეთს ყოლია პატრონად და მამად, ერთ-ერთი უპირველესი მათ შორის სტალინია, ქართველი. და ეს მაშინ, როდესაც იმისთვის, რომ ეზრუნა საქართველოს, მან ისრუნა რუსეთზე. ის იბრძოდა მეფის რუსეთის წინააღმდეგ აყვავებული ივერტულ მხარისთვის და მან მხოლოდ აქ კი არ მიაღწია წარმატებას, ასევე აყვავა და გადაარჩინა რუსეთი. ამავე დროს გზა გაუხსნა ნახევარ მსოფლიოს ანტიკოლონიალური მომავლისკენ. მე ხვდებიან კი რუსეთში როდისმე იმისთვის, რომ იზრუნო რუსეთზე, უნდა იზრუნო საქართველოსაც. ქართულს მეგობრობისა და ერთგულების გრძნობა განსაკუთრებული აქვს. მაგრამ ერთი მის ხელით არ უნდა შეურაცხო და არ მოატყურო. ის გულსაც მოგცემს და მგლის თვალებით შეგაკვდება კიდეც. ცეცხლია, გაგათბობს და კიდევაც დაგწევს. მოდელად მოეხუმრებით. შეიძლება რომ მოვიდეს და თქვენზე ყველაზე კარგად ეხუმროს. ჩვენ უკვე ვნახეთ გორალი კაცით პირდაღებული მსოფლიო. დღემდე რომ გაუგნებულია ბრაზით და აღტაცებით. რუსეთი რომ იქცეს იმად, რადაც უნდა ყოფნა, მას ჩვენც ვჭირდებით. ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება იგი, ოღონდ არა მხოლოდ მისი პირობებით. ყმურად აღარ, ძმურად და სანამდროა. ბოლო 3 საუკუნემ კარგად დაგვენახა ამ ურთიერთდამოკიდებულების მნიშვნელობა. პეტრე I, პეტრე ბაგრატიონი და სტალინი, სამი მნათობია რუსულ გზაზე ქართული ნაპერწკლით ანთებული. ჩვენ კი ვერ ვხედავთ ჯერჯერობით სათავადო სამაგიეროს. ჩვენ არ უნდა გვსურდეს რუსეთის დაშლა, პირიქით. ის უნდა გაძლიერდეს. რათა არ დაუშვას ამიერკავკასიის და შემდეგი მიერის გათურქება გათათრება. აქ დიდი მოსალოდნელობით ვერ იქნება ამერიკა, არა მხოლოდ მუდმივ ბატონად ყოფნის შეუძლებლობის გამო. და რომც იყოს, ჩვენ აღარ ვიქნებით საქართველოს ჯორჯია.
მას შემდეგ, რაც თავის საქმეს გაგვაკეთებინებს, ისიც თუ მოახერხა. არამედ გავხდებით შტატი ჯორჯია და ქართველთა უმრავლესობას გვეწევა იქაურ მკვიდრ მოსახლეთა ინდიელთა ბედი ჩვენი მთიანეთის რეზერვაციებში. შემდგომში იქიდანაც ჩამოყვრიან მიწათას საფუძვლიანი ათვისების კვალდაკვალ საუკუნეთა განმავლობაში, ან ჩაგვსხამენ ღრმა გამოქვაბულებში წინარე ისტორიული დათვებებით. აქ დღევანდელი მდინარებით იქნება თურქეთი. ახლო აღმოსავლეთში უძლიერესი სახელმწიფო და აქვს დასავლეთის უდიდესი მხარდაჭერა. ჩვენს აღმოსავლეთით მისი გენეტიკური მოკავშირე აზერბაიჯანი, ჩრდილოეთით რელიგიური და ისტორიული მოკავშირე თითქმის მთელი ჩრდილოეთ კავკასია. რასიზმი და თურქეთი რომ არა რუსეთი. მიქნებოდი თუ არა 20 მილიონზე და ახლა 3 მილიონზე ნაკლები ქართველები ჩვენს სხეულს მოკვეთილი ტავალ შავშელ ლაზებივით და 10 მილიონზე მეტი ქურთებივით უსახელმწიფოდ კასპიისპირამდე მისულ სამ დიდ ზღვას დაწაფებულ და კავკასია გადაყლაპულ თურქულ იმპერიაში. გადაჭრით ამის თქმა არ არის ადვილი, რადგან აქ გასახსენებელია სპარსეთიც და შესაძლებელი სხვაგვარი ქართული სინამდვილეც ვინიცის. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მე-18 საუკუნის ვერ გამოყენებას ჩვენს მიერ და ქართული სახელმწიფოს ასეულად დათმობას რუსეთისთვის, ეს სრულად მოსალოდნელი გახდათ თურქეთის სპარსეთთან სიმარჯვის შემთხვევაში. და რასიზმს თურქეთი ხვალ რომ არა რუსეთი. ის ამას უკეშრება. ჯერ კიდევ ბოლომდე არ გასულა რუსი და თურქმა უკვე დედაქალაქში მოერტყა ფეხი. ამიტომ უნდა ვისურვოთ კარგი რუსეთი გვერდით. ცუდ რუსეთთან კი გვერდჩიოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი და ამ გზით საკუთარი თავის მოპოვება დასავლურ თურქულ მშვიდობას ამ გზით თავის სამუდამო დაკარგვას. რუსეთი როგორც საქართველო გამოირჩევა დაცვით. რუსეთი მცველია უპირველეს ყოვლისა. როგორც წესი, მხოლოდ მაშინ ესხმის თავს, როცა თავს იცავს. თავდასხმაზე გადადის თავდაცვიდან. კონტრშეტევაა მისი სამკერდი ნიშანი და შუბის წორზე მოფრილი დროშა. რუსეთი როგორც წესი მაპასუხეა. ის ღებულობს გამოწვევებს და ადრე თუ გვიან მათ უკან აბრუნებს მეტნაკლები შესაბამისობით. რუსეთმა მონღოლებს უპასუხა. მათ გაზდია წყნარ ოკეანეში გატოფა და ალიასკაზე ამახუთავა. რუსეთმა პასუხი გასცა ევროპულ გავლენას იმით, რომ მან თავადვე დაიწყო ზემოქმედება დასავლეთზე. პეტრეს რეფორმებიდან უკვე 1 საუკუნის შემდეგ ჯერ პოლიტიკურად და მერე კულტურულადაც. მან უპასუხა თურქულ ზეწოლას, ყირიმის ძლიერი სახანოს სახით გამოვლენილს და ქვეშ მოიყოლა კავკასიაც, როგორც ძირითადად თურქეთის პოლიტიკურ გავლენაში მყოფი უმნიშვნელოვანესი ქედი, რითიც გაიმაგრა დაუცველი სამხრეთი კიდე და შავ ზღვაშიც ჩაიყო ყუმელავა. კომუნისტური ევროპული გავლენა რუსეთმა მოიგერია ერთიანი იმპერიული ძალით, ინტერნაციონალური ნაციონალიზმის შექმნით, არნახულად წარმატებული ახალი სახელმწიფოს აღმოცენებით, სტალინის სოციალისტური იმპერიით. ეს ბუმერანგია, ნელი და სწრაფი მოქმედების. უცრაფესად უპასუხა ნაპოლეონს, პარიზამდე ჩასდია ლომთა შორის რჩეულს. ულმობელის ისწრებით განადგურდა წარმოუდგენლად ძლიერი გერმანული სამხედრო მანქანა. მოსკოვმა პასუხი გაუგზავნა მომავალი მსოფლიო დედაქალაქ ბერლინს, რაიხსტაგზე აღმართული გამარჯვების დროში. იგივე გრძელდება დღესაც. ნელა დაიძრა დასავლური დემოკრატიით ღრმად დაჭრილი რუსეთი, მაგრამ მაინც სწრაფად უპასუხა ამერიკის თავდასხმას საქართველოში. ეს იყო ბუმერანგის შემოbrunების წერტილი. არაბული გაზაფხულითა და უკრაინული ზამთრით კი მისი ბრუნვა უფრო აჩქარდა. რუსეთმა უნდა იფიქროს. არც მე და არც სხვა არ უნდა დაიფიქროს საქართველო, რადგან ეს არ არის ხელსაყრელი არც ჩემთვის და არც საქართველოსთვის. ის არ უნდა იქნეს გამოყენებული ჩემს წინააღმდეგ და ის არ უნდა იქნეს გამოყენებული ჩემს მიერ სხვის წინააღმდეგ. ამის უმტკიცეს რწმენა აღბეჭდილი საგანგებო ხელშეკრულებაში, ასევე გამტკიცებული საგანგებო ღონისძიებებით უნდა მისცეს ქართულმა სახელმწიფომ.